პირველ რიგში მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა პერფორმანს, მე კი მისი წამყვანი თიკა ლომსაძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ახალგაზრდა პოეტი სულხან წულუკიძეა, რომელიც უკეთ გვესაუბრება თავის შემოქმედებაზე და ასევე დღეს ჩვენ საუბარი გვექნება პოეზიის საღამოებზე, საქველმოქმედო ღონისძიებებზე, თუ რამდენად უნდა იმართებოდეს ხშირად მსგავსი ღონისძიებები და რამდენად საჭიროა ამ ადამიანების აქტიური ჩართულობა მსგავს აქტივობებში. მოგესალმებით პირველ რიგში სულხან, ძალიან დიდი მადლობა შენ რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ და მოდი გადმოვალ შენთან დიდი მადლობა და მოდი გადმოვალ შენთან პირველი კითხვით. დამწყები პოეტისთვის შენი აზრით რა არის საჭირო უკეთ რომ გითხრა? მე ვესალმები მაყურებელს, მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ გადაცემაში, საკმაოდ საინტერესო შეკითხვა. დამწყები პოეტისთვის ბევრი რამე შეიძლება იყოს საინტერესო, უბრალოდ ისევე როგორც ნებისმიერ ორგანიზმს, რომელიც რაც სამყაროში იწყებს ცხოვრებას და საკუთარი ნიშის, საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, ნებისმიერ მცენარეს ყოველთვის სჭირდება რაღაც ენერგია, რაღაცა საკვები, რითიც ის უნდა განვითარდეს, გაიზარდოს და დაიმკვიდროს, როგორც აღნიშნე საკუთარი ადგილი. პოეტს ალბათ ჭირდება უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება, მე ამ შემთხვევაში რაც ბანალური პასუხი არ არის, უბრალოდ ჩემი სიტუაციიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე აუცილებლად საჭიროა ძალიან ბევრი კითხვა, გაცნობა თანამედროვე პოეზიის, იმიტომ რომ დღეს ხდება ისე რომ ჩვენ წინა საუკუნეების შემოქმედებაში ვიჭრებით და ვუჩებით იქ, რა თქმა უნდა ძალიან ლამაზია, ძალიან დიდია გალაქტიონი, ძალიან დიდია ლადო, ძალიან დიდია ცისფერყანწელთა შემოქმედება ზოგადად სალკე კულტურაა, ქართულ მოვლენაა ქართულ პოეზიაში, მაგრამ იმისათვის რომ იყო თანამედროვე 21 საუკუნეში, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად პოეზია შეიცვალა, სხვა ხედვებია, სხვა მიმდინარეობებია, მიმართულებები და ჩემი აზრით ადამიანი, რომელსაც სურს რომ ხარისხიანი, ყველაფერს მაინც ნიჭი განსაზღვროს, მაგრამ აქედან გამომდინარე, რამდენად შეუძლია ის ტრანსფორმირდეს თანამედროვე საკითხებში, აუცილებლად უნდა გაიცნოს ის სხვა პოეტების შემოქმედებას, აუცილებლად უნდა იკითხოს ბევრი. აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაციები პოეტებთან და რა ვიცი. შენ შემთხვევაში როგორ იყო გაგებია კონსულტაციები? მე ვიყავით წერა აქტიურად დავიწყე ახლობით 15-16 წლის ასაკში. მახსოვს ჭყალებში სისულელეებს წერდი, იმიტომ რომ თავიდან ეტაპზე მეგონა რომ პოეზია უფრო სხვა რამე იყო, სინამდვილეში სულაც არ ვიცოდი პოეზია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის განიჭერდა სიამოვნებას, რასაც კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ შემდეგ მე ბათუმიდან ვარ, ძალიან დამეხმარა ამის ჩემი მეგობრები, დავასახელებ მათ, როინ აგვისელიძე, გენერი დოლიძე, გიორგი გაბაიძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პოეტები არიან. მე ვიყავი იმათ გვერდით, მქონდა მათთან ურთიერთობიდან გამომდინარე შეხება დიდ პოეტებთან, ლიტერატურულ საიტებთან, სადაც ჩვენ ვწერდით ქვაქვეყნებით, სადაც მიდიოდა კრიტიკა, სადაც მიდიოდა ერთმანეთის შემოქმედების შეფასება და გამომდინარე აქედან ჩამოვყალიბდი ანუ რაღაც მიმართულება ვიპოვე ჩემი, ასე რომ ძალიან მარტივად და ქვეცნობიერადაც მოხდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად მე ვიყავი იქ, სადაც უნდა ყოფილიყავი, მოდიოდა შთაგონებები, იყო პოეზიის საღამოები და აი ეს არეალს უხსნის პოეტს, როგორც შემოქმედს და აწერინებს, ასე რომ ვთქვათ, ახალ კარგ ლექსებს ის უკვე ზრუნავს ხარისხზე და არა იმაზე, რომ უბრალოდ პაიმაზე ლამაზ გოგონას დავკითხოს. ძალიან კარგი და ზუსტად აი შემდეგი კითხვა მინდა დაგისვა, რომ შენ რამდენად ხარ ხარისხზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც ამბიცია გაქვს იმისა, რომ იყო პოეტი და საკუთარ თავს უწოდო, ხო, პოეტი, მე მაინტერესებს ამის დეფიციტს განვიცდით ჩვენ დღეს და მე ამიტომ გისვა ამ კითხვას, ანუ შენი აზრი მაინტერესებს. რამდენად ორიენტირებული ხარ ხარისხზე? ცოტა უფრო შორიდან მოვული, იმიტომ რომ სიტყვა პოეტი ბევრი დღეს ისე ხდება, რომ არ არსებობენ ზედმეტად თავდავალი ადამიანები, რომლებიც წერენ და საკუთარ თავს პოეტს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ეს იმდენად დიდი სიტყვა არ შეიძლება ამაში მოვიაზრებოდა მე როგორც პიროვნება და რაღაც ასე რომ ვთქვათ, ისეთი მოკრძალება უჩნდებათ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ასეა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პოეტი ნიშნავს იყო ადამიანს, რომელიც წერს და რომელსაც აქვს ლიტერატურასთან შეხება. ჩემთვის პოეტი იმდენად ზოგადი მცნება, რომ პოეზია შემიძლია ვიპოვო ყველაფერში რა. ელემენტარულად მნიშვნელობა არ აქვს
პოეზია ალბათ უფრო ქცევა, სულის გამოძახილია და სიტყვა პოეტიც მსგავს ადამიანებზე უფრო იწოდება, ვიდრე ადამიანზე, რომელიც წერს რაღაც დადის კაშნეთი და უკეთია შარფი და იქნის იმიჯის რომ ვიღაცამ თითი ხარისხი, რა თქმა უნდა, ხარისხი უბრალოდ თანამედროვე ლიტერატურაში ძალიან დიდი კონკურენციაა. თქვენ აქ საუბარი გემოვნებაზე მიდის პირდაპირ და მე არ შემიძლია ვისაუბრო ზოგადად სხვების გემოვნებაზე, იმიტომ რომ არსებობს ბევრი ავტორი, ბევრი შეხედულება, როგორც ბევრი ინდივიდი არსებობს, ბევრი ისევე არსებობს ბევრი ავტორი, რომელიც წერს და გონია რასაც წერს ის არის კარგი. რა თქმა უნდა, არსებობს კრიტიკოსები, კომპეტენტური პიროვნებები, რომლებიც აფასებენ ნაწარმოებებს, წიგნებს და ასე შემდეგ. თუმცა საჭიროა კრიტიკა გაუძლოს ჩვენ წერანაც ვისაუბრეთ, ხარისხზე ორიენტირებული ვარ, გამომდინარე იქიდან რომ მაქვს პრეტენზია მე როგორც პოეტს და როგორც შემოქმედს კონდეს, აი განა უფრო მაღალი წრისთვის, უფრო ხარისხიანი შემოქმედება, რადგან მე ვფიქრობ, რომ რაღაცას უნდა გვაძლევდეს ლექსი, არა იმას, რომ ესთეტიური მხარე კონდეს კარგი და ჟღერადობისთვის იყოს მხოლოდ აი ილიას სიტყვებს მოვიშველიოთ, იმიტომ რომ ილია თავიდანვე ამბობდა, რომ ჩვენ კალმით რეალურად რაღაცას უნდა ვიმსახურებოდეთ და არა იმას ბესიკივით და ვამკოთ ერთმანეთის ასე რომ ვთქვათ სილამაზეზე ვწეროთ. თუმცა რა თქმა უნდა ეს ამასაც დიდი მნიშვნელობა უკავია შემოქმედებაში ხატულ მხარეს. მე ვფიქრობ აი იმ კრიტერიუმებს აი ეხლა არ დავიწყებ ჩამოთვლას იქ არის რიტმები, რიტმიკა ლექსში ზოგადად შინაარსი, შესავალი დასასრული რაც უნდა გააჩნდეს ყველა ლექსს აქვს თავისი კრიტერიუმებით ფასდება, ამას ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანები აფასებენ, აი ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ლექსი. სულხან, მე იცი რომ მაინტერესებს შენგან კრიტიკა შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია? ანუ არის ეს ის რაც გაძლევს სტიმულს იმისა, რომ უკეთ წერო? მოდი ვიტყვი ესეთ რაღაცას ჩემთვის კრიტიკა არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგადად პრეტენზია მე როგორც შემოქმედს არ გამაჩნია იმ დონის რომ ვიყო მხატვრულ სივრცეებში ცნობილი, იმიტომ რომ რეალურად პოეზიის მიმართ უფრო სხვა დამოკიდებულება მაქვს და მაგაზე ვისაუბრე კიდევაც რაღაც კუთხით შევეხე მაგას. კრიტიკა რა თქმა უნდა საჭიროა, კრიტიკა აუცილებელია შემოქმედებისთვის, რომ ის გაიზარდოს. ჩემ შემთხვევაში მეც გავიარე ძალიან ბევრი კრიტიკა, ძალიან ბევრი დარტყმა მივიღე, ასე რომ ვთქვა, თუმცა როგორც ცხოვრებაში საჭიროა ამ ბარიერების გადალახვა, შეჯახება და რაღაც გამოცდილების დაგროვება ხდება, აქედან გამომდინარე აუცილებლად საჭიროა კრიტიკა. კი, მაგრამ როდესაც გამომდიხარ ასე ჯანსაღი კრიტიკა. ჯანსაღი ხო? ეს საქართველოში არის მაგალითად ძირითადად ინტერნეტმა კომუნიკაცია მისცა ადამიანებს საშუალება, რომ ვთქვათ რეგიონებიდან და რაღაცა ჩვენ ყველავე ჩამოდის, ყველას არ აქვს საშუალება მწერალთა სახლში საღამოებზე იაროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სიტყვაზე ვამბობ. უბრალოდ მიეცა ბევრს, თუმცა ლიტერატურულ საიტებზე შენერგული სახით მიდის ეს ყველაფერი და შეიძლება ზოგჯერ ავტორისთვის დამამცირებელიც კი იყოს ის კომენტარები, ასე რომ ვთქვათ, რეცენზიები, რასაც აკეთებენ ჭყალებში კრიტიკოსები, ბევრი მინახავს ისეთი ვისაც წერის სული საერთოდ გაფრობია, თუმცა ეს ალბათ პიროვნებაზეა დამოკიდებული, უძლიერი პიროვნება ხარ და თუ თვლი რომ შენ რაღაცას ქმნია, აუცილებლად უნდა გააგრძელო წერა რაღაცების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის. სულხან, წინაპირობა რა იყო იმისა, რომ შენ თავის დროზე დაიწყე წერა? წერის დაწყების წინაპირობა ალბათ უფრო რაღაც სიყვარული, ხო? რაღაც აუცილებლად უნდა გეტკინოს ან გაგიხარდეს რაღაცა რომ დაიწყო წერა. საერთოდ ზოგადად ასე ვფიქრობ. ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც რესურსი, რომელსაც ცხოვრებაში ვიყენებთ, აუცილებლად ვიყენებთ. იმისათვის რომ მე დღეს საკუთარი თავი წარმოვაჩინო, ნამდვილად არ მჭირდება პოეზია, იმიტომ რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება გაცილებით უფრო ლამაზი და აქტუალურია ადამიანებთან ურთიერთობაში და არა მაშინ, როცა შენ მარტო რჩებით კალამთან და ფურცელთან. თუმცა მეც როგორც შეყვარებულმა ბიჭმა, პატარა ბიჭმა ისე დავიწყე წერა. მიყვარდა გოგო, რომელსაც არ უყვარდი, ხო რაღაც და ასე შემდეგ. სამმხრივი. ხო, სამმხრივი. ყოველ შემთხვევაში ეს რაღაც იმ მომენტში ჩავთვალე, რომ
იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. საერთოდ წერით ძალიან პატარაობიდანვე ვწერდი რაღაც ბავშვობაში მიყვარდა პოეზია. მამა წერდა და გენეტიკურად გადმოყვა მის წერის შესაძლებლობა და უნარი და ალბათ რა ვიცი ხო ალბათ მაინც სიყვარულია იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ერთი მამაზი გოგო. თავის დროზე ძალიან დიდი გავლენა შენზე რომელ პოეტმა მოახდინა? თავის დროზე ალბათ უფრო მე მიყვარდა როგორც ყველა ჩვენ გვიყვარს გალაქტიონი იგივე წერა მისაუბრე ამ ყველაფერზე ჩემთვის დღემდე პოეზიის მეფე გალაქტიონი და დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ და აღფრთოვანებული ვარ მისი შემოქმედებით რა თქმა უნდა გალაქტიონმა და შემდეგ ჩემმა მეგობრებმა უბრალოდ ისე მოხდა რომ მაშინ ის პერიოდი იყო როცა ის YouTube-ის პოეზია და მედიოდა YouTube-ით ვეცნობოდი ჩვენ ახალგაზრდები ერთმანეთს შემოქმედებას და ალბათ ჩემმა მეგობრებმა როიმ, გენრიმ, გიორგიმ შემდეგ უფრო მე ჩამოვთვლი ავტორებს გიორგი საჯაიამ, ზოგეთიაშვილმა პიროვნებები რომლებიც ანუ ეს არის ერთი კონკრეტული პოეტი ეს კონკრეტული არა ეს არის ეს პოლიტიკა სადაც მე მომიწია ერთყოშა ძალიან დიდი ინფორმაციის გაცნობა ინფორმაციის როგორც პოეზიის ამ შემთხვევაში და მე აღფრთოვანებული ვიყავი ამ ყველაფრით და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. სულხან შენი შემოქმედებიდან გამოყოფ ერთ კონკრეტულ ლექსს რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს თუ აბსოლუტურად ყველა ლექსს ერთი და იგივე დადურს თუ აქვს შენთვის? რა თქმა უნდა გამოვყოფ, იმიტომ რომ ანუ კონკრეტულად რაღაცა ერთის განცალკევება არ შემიძლია, არ დავიწყებ ბოჰემურ საუბარს, იმიტომ რომ აი ლექსის შვილები ვით არის რაღაც მე ვფიქრობ ეს. უბრალოდ არსებობს ეტაპები. როგორც ცხოვრებაში შეიძლება დღეს ჩვენ ცხოვრებაში რომელიღაც კონკრეტულად ადამიანი იყოს ან მოვლენა იყოს აქტუალური შეიძლება წლები გავიდეს და სხვა რამეზე გადავიტანოთ კონცენტრაცია და სხვა რამე იყოს ღირებული ჩვენ ცხოვრებაში. მომენტები როცა რაღაც გვაწუხებს და ჩვენ ვწერთ იმ ეტაპის მაქსიმალური შედეგი ვისი დაწერა შეუძლებელთ არის ის ლექსი და რაღაცნაირად გვიყვარს ყველა ლექსი რაღაც ეტაპს გვახსენებს ასე რომ ცალკე ესე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ ერთს ეს. შენი ადგილი მაინტერესებს სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს წერის დროს. არის ესე გამოვყოფილად? კი, მაქვს ესეთი ადგილი სამწუხაროა იმიტომ რომ როცა სხვაგან ვარიდებ თავს წერას, იმიტომ რომ რაც ხანგრძლივი პროცესია ეს და არ ვიცი თუ თქვენ წერთ ან გიცდიათ ოდესმე წერა გამიგებთ მიხვდებით ისიც და ამ შემთხვევაში ვერ გამიგებთ ეს ძალიან დამღლელი პროცესია და სასიამოვნოა ერთგვარად ასეთ შეიძლება ითქვას რა თქმა უნდა არსებობს მე ბათუმიდან ვარ ზღვისპირას მაქვს პორტოხლის ბაღი სადაც სიამოვნებით ავდივარ ხოლმე და ეს თავისუფალი დრომა წარმოვიდგენია რა გარემოა იქ უბრალოდ მე იმ ადგილას გავიზარდე პირველი ლექსიც იქ დავწერე და რაღაც დეჟავუ მაქვს ყოველთვის წინ. გახსოვს შენი პირველი ლექსი, რა თქმა უნდა გემახსოვრება, რომ წავიდა. ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ შენ არსი ზოგადად რა იდეა რომ გითხრა? პირველი ლექსი იყო გაზაფხულზე. მე ამ მაშინ რაღაც მეორე თუ მესამე კლასში ზუსტად რა მახსოვს ლექსი, მახსოვს მერცხლებზე და რაღაცებს ზუსტად. ანუ შენი შემოქმედება თემატიკით მე როგორც ხვდები არის ძალიან მრავალფეროვანი. ანუ ერთი თემატიკა არ გაქვს აღებული, რომელზეც ესე სისტემატურად წაერ. ანუ მრავალფეროვანია, ხო? შენი შემოქმედება, იმიტომ რომ ერთი მიმართულებით ვერ ცხოვრობ ადამიანი, ცხოვრობ ბევრ განზომილებაში, სხვადასხვა სიტუაციებში ხარ და წერაც ასე რომ თქვა აქედან გამომდინარეა და არა რაღაც სიყვარულზე რო წერო, ანუ თქო. თუმცა არსებობს შემოქმედებაში პიროვნებების საკითხები, რომელსაც ყოველთვის აქტუალურად უსვამხას და რომლებზეც დაწერილი ლექსები ძალიან ხშირი, ანუ ბევრი ლექსი დამწერილი. ანუ პოეზიაში მაინც ასაკობრივი სხვარი რომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ არ არის ხო საჭირო და მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა არა. ну რაღაც ასაკში რა თქმა უნდა, როცა ხშირად წერ უფრო მეტად ვითარდები ტექნიკას ხვეწალ, უფრო მეტი გამოცდილებაც გაქრობს პოეზიას, იმიტომ რომ ბევრ საღამოებზე ხან ამყოფი, ბევრ გაზეთებში ბევრი კრიტიკა გაქვს გამოვლილი და შემდეგ რა თქმა უნდა ვითარდები როგორც შემოქმედი, მაგრამ ეს კონკრეტულად იმას რომ რაღაც ასაკს გააჩნია, არა, რა თქმა უნდა არა, თქვენთვის რა მე თქვენ დაგიცნობთ შეკითხოს ამ შემთხვევაში, თქვენ კითხულობთ წიგნს, თქვენ იღებთ სიამოვნებას, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის რა ასაკში? არანაირი, ანუ ჩემთვისაც არ არის მნიშვნელობა აქვს, მე უბრალოდ ჩემი აზრი მაინტერესებს. ანუ ჩემთვისაც არ აქვს, იმიტომ რომ მე შემიძლია სიამოვნება ნებისმიერი ასაკის და რაღაც.
ადამიანისგან მიიღო და გახდით ჩვეულებრივი მსმენელი, როგორც შენ შევ. მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი მსმენელი ვარ ვიდრე მწერალი და ასე შემდეგ. ეს უკვე თამბობობის საკითხია. არა, სხვათა შორის არა. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა შენ ასეთი საინტერესო პასუხებისთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი პირველი ბლოგის სტუმარი იყო სულხან წულუკიძე, ახალგაზრდა პოეტი. გმადლობთ ყურადღებისთვის.